საკუთარი ვებ-მისამართები ქართული ანბანით დაწერონ. მსოფლიოში ამ უფლებით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა სარგებლობს. ამიტომ ინიციატორები ამბობენ, რომ სიახლე განსაკუთრებით გლობალიზაციის ფონზე ქვეყნისთვის და ენის თავისთავადობის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია. რეგისტრაცია გე პირველი ქართული ვებგვერდია, რომლის მოძებნაც დღეიდან ინტერნეტ სივრცეში მხედრული ასოებითაა შესაძლებელი. ამ მისამართს სხვა საინტერნეტო მისამართები გედაბოლოებით მალე შეემატება. მათ ვისაც აქვს სურვილი მაქვს, მაგრამ აქვს გარკვეული პრობლემები უცხოური ენის ფლობასთან დაკავშირებით, უკვე შესაძლებელი იქნება სწორედ ქართულენოვანი დომეინის გამოყენებით ამ ინფორმაციის მიღება. ეროვნული დომენის გახსნისა და გამოყენების ოფიციალური უფლება საქართველოს ინტერნეტ კორპორაციის გადაწყვეტილებით მიენიჭა. მსგავსი პრივილეგიით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა სარგებლობს, რომელიც ინტერნეტის მოხმარებისას სლავურ, კირილურ, არაბულ, ინდურ, ჩინურ ან ებრაულ დამწერლობას იყენებს. მიხარია, რომ საქართველომ ოფიციალურად მოიპოვა უფლება საკუთარი დამწერლობა ინტერნეტ სივრცეში გამოიყენოს. დღეიდან ინტერნეტი თქვენს ქვეყანაში უფრო მოხმარებადი და ხელმისაწვდომი გახდება. ეს კარგი იმპულსია ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის და მოქალაქეებისთვის, რომ ინტერნეტი უფრო აქტიურად მოიხმარონ. ქართული ენა კი უფრო პოპულარული გახადონ. ლათინური ასოების ნაცვლად ინტერნეტ მისამართების ქართული ასოებით მითითება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც არ ფლობს უცხო ენას. ამ კატეგორიას ძირითადად ბავშვები, მოხუცები, დიასპორის წარმომადგენლები და რეგიონებში მცხოვრები ადამიანები მიეკუთვნებიან. ეროვნული დომენის განვითარება, ანუ ინტერნეტ სივრცეში მხედრული ანბანით ინტერნეტ მისამართების გაჩენა ფაქტობრივად ხელს შეუწყობს აი თანამედროვე ტექნოლოგიებში ქართული ენის დაფუძნებას და განვითარებას და პოპულარიზაციას. საინტერნეტო მისამართების ქართულ ენაზე მითითება სპეციალისტების აზრით ენის გადარჩენას და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ინტერნეტ გვერდების წინასწარ რეზერვაციის პროცესი გეზონის დომენების ბაზის შესაქმნელად დღეიდან დაიწყო. 6 თვის შემდეგ კი გეზონის დომენების რეგისტრაცია ონლაინ პროცედურით საჯარო და ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი პირისთვის.